ფესტივალი ქართული დაიწყო ის რუსთავის ცენტრალურ პარკში კახაბერის და ხანუმების და ანსამბლ სალხინოს კონცერტით გაიხსნა. საფესტივალო სივრცე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს 10 დღის განმავლობაში 5 მაისამდე უმასპინძლებს. კონკურს ფესტივალში წელს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 26 ანსამბლი და 3000-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის პარალელურად მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა, გაყიდვა, კალიგრაფიის, კერამიკაზე მუშაობის, ხალიჩის ქსოვის მასტერკლასები და ქართული ეროვნული ელემენტებით შექმნილი სამოცის შოურუმი. ეს დღე ძალიან განსაკუთრებული არის ჩვენთვის. ჩვენს ქალაქში გაიხსნა ჩვენი ანსამბლის სალხინოს ვარსკვლავის სოლო კონცერტი ჰქონდა. ეს დასაწყისია და მინდა რომ ყველას წარმატება უსურვო ყველა მონაწილეს, ქორეოგრაფს, ბავშვებს და თვითონ რეგიონებიდან საიდანაც ჩამოდიან ამდენი ანსამბლები. რუსთავის ცენტრალურ პარკში ჩვენ საზეიმო გახსნაზე თავი მოიყარა 10,000-ზე მეტმა რუსთაველმა იყო საზეიმო განწყობა და რაც თავარია იყო ყველაზე ქართული ემოციები იმ ქორეოგრაფიული ნამუშევრებიდან, რომელიც წარმოადგინა სალხინო. მე წარმოვადგენ კერამიკას, კერამიკოსი ვარ და ვაძლიერებ ჩემს ქალაქს. მიხარია ძალიან რომ გვაქვს ესეთი საოცარი პარკი და ამ პარკში ჩვენ ნამუშევრებს ვაჩვენებთ ჩვენ მოქალაქეებს და არა მარტო ჩვენ მოქალაქეებს, მთლიანად საქართველოსთან სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩამოსულები. ძალიან კარგი განწყობა, მოხარული ვარ რომ რუსთავში მსგავსი ღონისძიებები ტარდება და ვფიქრობ რომ უფრო მეტი და მეტი მსგავსი ღონისძიება უფრო დიდ სიხალისეს შემოიტანს ჩვენს ქალაქში.